დილამშვიდობისა მეგობრებო, როგორ ხართ? დავიწყოთ მოკლედ, რადგან თქვენი თხოვნა იყო, რომ თევზების მიხედვით გამეთამედგინა ასოები და მესაუბრა თუ როგორ დგება ასოები, სიტყვები თევზების მიხედვით, ამაზე ვისაუბრებ დღეს. თან მიუხედავად იმისა, რომ დღეს კი არა, საერთოდ მთვარის დაბნელება რამდენიმე დღის წინ რომ მოხდა, იყო თევზებში და ეხლაც სავსე მთვარე თევზებში იყო. ეს მარტო ერთ დღეზე არ აისახება, ეს აისახება მთლიანად ერთი თვის მანძილზე და აქედან გამომდინარე მე ვეცდები, რომ თქვენთან ერთად განვიხილოთ თევზები, რადგან ასე მოითხოვს ვითარება და მოდი ახლა განვიხილოთ ერთად. მოკლედ, ვითარება ასეთია, რომ ეს არის თევზების შემდგარი ასომთავრულით და მხედრულით. თევზების მონაცემი ასეთია, რომ მათი მოქმედება არის საპირისპირო. თქვენ ხედავთ აქ, რომ ასომთავრულით იგივე მრგლოვანით შემდგარი თევზი მიდის დინების მიმართულებით, დინებას მიყვება და აქ ხედავთ, რომ მხედრული ასობგერებით შემდგარი თევზი დინების საწინააღმდეგოდ მიდის, ხო? მოდით აი ამებს ავიღოთ და პირდაპირ იატაკზე დავსხდეთ. ისე. მოკლედ ესეთი რამე არის რა. აი აქ სიდონი დავიდოთ, იმიტომ რომ ეს ამის მიხედვით არის შემდგარი, მეგობრებო რა. აი ძალიან იოლია ამის გაგება. სიდონი ტრიალებს ერთი ფორმით არ დგას, მხოლოდ ესი არ დგას. მხედრული ამ ჯამად ამ ჯერზე მოვაქციოთ ეხლა ქვემოთ, იმიტომ რომ მხედრული ნახეთ, მხედრული არის ის ის ანბანი ჩვენს ანბანში, რომელიც წესით აი ეს არის საპირისპიროდ მიედინება, ხო? ეს უნდა იყოს დაბლა, რადგან თუ ეს ზემოთ იქნება, მაშინ საპირისპიროდ ვერ წავა. თუ ეს ზემოთ იქნება, მაშინ დინების მიმართულებით დაიწყებს სვლას, როგორც ასომთავრული. აქედან გამომდინარე, ასომთავრული უნდა იყოს ზემოთ, რადგან ის დინების საწინააღმდეგოდ არ მიედინება, ის დინების მიმართულებით მიდის და ასევე მხედრული, რომელიც არის ქვემოთ მოქცეული, უნდა წავიდეს დინების სათავეში უნდა მივიდეს, ანუ სათავეში, ხო? აი ახლა მაგალითად, როდესაც ჩვენ განვიხილავთ თევზებს, ხო? თევზები და აი ეს ქოროსის თვალი არ განსხვავდება ერთმანეთისგან და გუშინ მე დაგიპოსტეთ ეს იუ და უი, ხო? იუ და უი, მეგობრებო, არის აი ეს პოზიცია, რომელიც პირდაპირ ამოტრიალდა და დადგა იუ და უიზე. აი სულ თავში დავდებ ახლა ამას. იოტა და უ ასობგერა ანბანის გჭირდება. აი ეს ასობგერა, მეგობრებო, რომელიც არის იგივე აი ეს ასობგერა აქ და ასევე თუ მოატრიალებ არის იგივენაირად ეს ასობგერა, ანუ ეს ორივე მხარეს გადის გზა, ანუ გამსვლელი კარი, რომელიც არის ონიდან გამსვლელი კარი, რომელიც აი პირდაპირ ონიდან გამსვლელი კარია, ხომ? ეს მაღლაც დგას და დაბლაც დგას, ახლა უკვე, იმიტომ რომ იუდა ამოტრიალდა. აქ აი თქვენ ხედავთ რა, იოტას და უნის, იუს და ეს შუაში რომ არის დას აღნიშნული ასობგერა, იუ და უი არის სწორედ ის კარი, რომელიც მე წინაზე დაგიპოსტეთ. ეხლა ვიდაგიპოსტავთ კიდე. ის კარი, რომელიც პირდაპირ იოტას გვეუბნება, რომ ის კარი იოტელი არისო და ეს კარი გახსნა აი სულ ცოტა ხნით თამარმა. რომელმა თამარმა ეხლავე გეტყვით. ნუ მისი მინიშნებით მომეცა მე ეს ნიშნები და აი მაგას დაგიპოსტავთ ეხლა.
აი აქ მივედით მეგობრებო ჩვენ გელათის უბრალოდ გელათის რაშვაშია ვარძის ტაძარზე თამარ მეფეს უკავია შავი ყუთი. თამარ გაგაძე ამას რაღაცეები მოუძებნა ახსნები, მაგრამ თამარ გაგაძემ არასწორი ახსნა მოუძებნა ჩემი აზრით, იმიტომ რომ აქ სულ სხვა ინფორმაცია დევს ამ შავ ყუთში და ახლა მე გეტყვით რომ ეს შავი ყუთი არის იუდა უის ისკარიოტელის კარი. ეს კარი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ იუდას უნდა შეუერთდეთ. უბრალოდ ლასი უნდა ვცნოთო, გვეუბნება 369 კოდი. ეს არის ტესლას კოდი, რომელიც განვინთან დგას და თუ ლასი უნდა ვცნოთ, მაშინ ჩვენ იმასაც ვიგებთ, რას ნიშნავს ლასი. ლასი უკავშირდება პირდაპირ მნიშვნელობით ლასი არის მოტრიალებული თანი, ასევე. აი ნახეთ, თანი და თანი. აი ეს არის ლასი არის თანის საპირისპირო. იგივენაირად რომ ვთქვათ, ეს არის ინი და იანი. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით დუალური სულები არიან ეს ლასი და თანი. ეხლა მოდი გავარკვიოთ ჩვენ თუ როგორ შეგვიძლია შევადგინოთ ამ თევზების მიხედვით ეს ასობგერები რა შეშია სიტყვები და ძალიან ადვილია ეხლა მაგას პატარა ბავშვიც კი იზავს ჩემ ბიჭსაც რო დავსვა ეგეც კი შეადგენს მაგ ასობგერებს და მოდი დავიწყოთ რა ვისაც თქვათ არა აქვს ამის თვალი გახსნილი ეხლა გავუხსნი თვალს ესე იგი ასობგერები მოთავსებულია ანი, ბანი და განი და დონი თევზის თავში. რატომ ეხლა ნახეთ, პირველად იყო ანი, პირზე დავსვი ანი, შემდეგ ბანი არის პრინციპში თავში და განი არის თავის ბანი და განი ერთ დონეზე არის და თუ ვთქვათ წავალთ და დავატრიალებთ აი ამ მიმართულებით, მაშინ ჩვენ წავიკითხავთ გან, ბან, ანი, ხო? გან ბანში თვითონ ბანში ანიც არის განშიც არის ანი ანუ ანი რჩება როგორც ჩანს ბლშიც და გლშიც თუ ჩვენ გან ბანს ვიტყვით ხო აი თქვა დავწეროთ გან ბან და ლი ჩვენ ხედავთ რომ ლი არის მოთავსებული კუდში რატომ არის ახლა ლი კუდში მოთავსებული იმიტომ რომ კუდმა უნდა ირხიოს, ანუ კუდრხეული, თვითონ კუდრხეული. კუდრხეული არ არის კურთხეული. კურთხეული ხომ? კურთხეული არის დამახინჯებული სიტყვა და წესით მომდინარეობს აი ამ სიტყვიდან კუდრხეული და რა კუდრხევაზე არის ახლა საკითხი? სწორედ აი აქ ჩანს რომ აი ეს კუდი თუ არ ამ კუდმა თუ არ დაიწყო რხევა, მაგალითად როგორ რხევა, ხომ? ატრიალდა. დავაკავშირებთ გან, ბანი, ლი, ხო? გან, ბანი, ლი. ანუ შეიქმნა მთლიანად, ესე იგი ჩაკრების მიხედვით ჩვენ რო დავალაგოთ, ეს არის ყველაზე მაღლა. ესე იგი, ნახეთ, პირველი ჩაკრა შემდეგ მოდის აი ამათ შორის მეორე ჩაკრა, მესამე ჩაკრა, მეოთხე ჩაკრა იოტა არის და ამიტომ არის რომ გული არის სწორედ ის ჩაკრა რომელიც გეუბნება რომ ის კარი იოტელიო და გული გახსენითო ქრისტე გეუბნება და აი თქვენ ნახავთ ღანი დაჯდა პირდაპირ ამოტრიალებული ღანი დაჯდა გულის პირდაპირ აქაც რომ განვიხილოთ თევზებში ასომთავრული და მხედრული, ხომ? ასომთავრული და მხედრული. აქაც პირდაპირ გვეუბნება რომ აი თუ ღანი ჩვენ ვიცით როგორ უნდა იყოს, ხო? ღანი ესე არ ზის. ღანი ზის ესე, ნახეთ. მოდი ახლა ამოვატრიალოთ ეს ორივე და ვნახოთ რომ იუდა ამოტრიალდა. ასევე ღანი დაეწყო თავის ადგილზე. ჩვენ ვიცით რომ სივრცეში არ არსებობს მაღლა და დაბლა. სივრცეში არსებობს მხოლოდ მოცემულობა. ხო და ჩვენ ამ მოცემულობის მიხედვით, რომელიც არის არც მაღლა და არც დაბლა, განვიხილავთ ამ თევზებს და შეგვიძლია ვატრიალოთ როგორც გვინდა ისე. როდესაც ჩვენ აი აქ ეს არის მეორე ჩაკრა, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით შენს მეზე მიუნიშნებს, აი ეს შენი მე ამ თევზებში მიუნიშნებს გულზე, მეოთხე ჩაკრაზე.
რომელიც არის ამოტრიალებული. ეს აღარ არის იოტა. აი, იოტა არის ესეთი, ნახეთ. იოტა არის ესეთი, ხედავთ? ესე. და იოტა უნდა ამოტრიალდეს, იმიტომ რომ იოტა თუ არ ამოტრიალდა, იუდა იგივე პოზიციაში დარჩება. იოტა არის ეს. ასევე ნახეთ, უყურეთ უბრალოდ რა. იოტა იგივე ie არის, აი ხლა ამოვატრიალოთ ისევ და დავწეროთ პირდაპირ მნიშვნელობით ie ქვია იოტას, ხო? იოტას ქვია ie. და ჩვენ ვიცით რომ იუდას ქვია იუდა. თუ ჩვენ ამ ის იოტად გადავაქცევთ, მაშინ იეუდა გამოდის. იეუდა, ხო? იეუდა. და აგრა ორი ი დავწერე, უბრალოდ იეუდა. ჩვენ ხედავთ რომ აქ არის მოცემულობა იეუდა. ესე იგი რა ხდება აქ? უკუღმა რომ წავიკითხოთ, გამოდის და უეი. დაუეი. უკუღმა არ იკითხება, არაფერს არ გვაწევს, მე მგონი, გარდა დუელისა რა, დუელი. მე ამას დამაკავშირა, მაგრამ ეს იეუდა, ანუ მხედრულში რო ავიღოთ, აზრს ვერ გვაძლევს. ამიტომ იუდა უნდა წავიკითხოთ სულ ყოველთვის ასომთავრულით რა. აი ეს არის მისი მონაცემი. უკაცრავად, არა, ჩვენ ეს მხედრულში ვკითხულობთ ესე. გასაგებია. საერთოდ იეს მონაცემი, ხო? იეს მონაცემი. როგორ გამოითქმება, ეს ჩვენ ალბათ მოცემულებაში ესე გვაქვს ie, მაგრამ იოს ვამბობთ, ხო ვამბობთ იოტას, ხო? იოს. მე მგონი ეს არის შესასწორებელი, ie არ ქვია ამას ქვია იო. და როდესაც იოტას ვამბობთ, ხო, ნახეთ, აი ძალიან ადვილად კ-ს გავს ეს, დავწეროთ უბრალოდ რა კ, აი ეს და ეხლა ამოვატრიალოთ ეს, ნახეთ. ამოვატრიალოთ და დავწეროთ, აქ მივუწეროთ კ. უკაცრავად. აი აქ მივუწეროთ კ. ნახე. ჩვენ შეგვექმნა ესე იგი შემცვლელი კარი, წრე და გამსვლელი კარი, ხო? და აი ესეთი წრე რო შეიქმნა, აი ეს რომ შეიქმნა, ამაშიც ჩასწორდა რა, ნახეთ, იოტა პირისპირ დადგა ერთმანეთთან და გამსვლელი და შემსვლელი კარი გაიმართა. ასევე ამ შემთხვევაში ბანი ამოტრიალდა, მაგრამ ამოტრიალება ხომ გითხარით, სივრცეში არ არსებობს მაღლა დაბლა, სივრცეში არსებობს მოცემულობა. როდესაც ie გაიმართა და საპირისპირო მიმართულებით დადგა, ჩვენ დაგვაკავშირა შემსვლელ და გამსვლელ კართან. ნახე, სხვათა შორის ეს საკითხი განვიხილე გუშინ ქალბატონ მარისთან, სიდონის წევრთან ერთ-ერთთან, მარი ხუციშვილთან. და ნახეთ, ეხლა იუდას საკითხი განვიხილე, იმიტომ რომ ეს შემსვლელი და გამსვლელი კარი გამიგებინებინა თქვენთვის, მაგრამ ეხლა განვიხილოთ ისევ გადავიდეთ თევზებზე, იმიტომ რომ ამ თევზებში არის მთელი რიგი ქართული სიტყვები ჩასმული რა. და აი ეხლა გავიგოთ თუ რა სიტყვები არის ჩასმული ამ თევზში თავისი კუდრხეულობით. ასომთავრული ვიცი რომ არც ერთმა არ იცით ამის კითხვა, მოდი გადავდებ ახლა ასომთავრულს და ამიტომ დავიწყებ მე ამით. ჩვენ განბანილი მივხვდით რომ არის პირველ ჩაკრაში, უпроსოდ პირველ ჩაკრაში და ბოლო ჩაკრაში. თავი არის
პირი არის მე-6 ჩაკრა, მე-7 ჩაკრა არის თვალის დონე და მე-8 ჩაკრა არის აი ეს თავი და მე გადის უკვე გარეთ და ანუ ეს ადამიანი რო იყოს, აი თავის უმაღლა ნაწილში იქნება, ეს ბანის უმაღლა ნაწილში იქნება და გასული იქნება თავის გარეთ მე-9 ჩაკრაში, მაგრამ ახლა ჩვენ თევზებში განვიხილავთ და კუდრხეული რადგან ქვია, ახლა განვიხილავთ ჩვენ კუდრხეული თევზის სიტყვებს. დავიწყოთ მაგალითად პირველი ჩაკრიდან. ლი და ბანი. ლი, ბანი. ლი და დონი. ლი, დონი. ლი და კანი. სად არის კარი? კარი. აქ არის კარი. ლი კანი, ხო? თუმცა ჩვენ ამას ვუწოდებთ კარსაც მეგობლებო. ლიკანსაც უწოდებთ, ლიკარსაც უწოდებთ. კანს კარიც ქვია, მაგრამ რატო ქვია კარი, იცით? აი ძალიან ადვილია, ნახეთ, შემსვლელი და გამსვლელი კარია. ლიკანი ხო არის? დავწეროთ. ლიკანი. და ჩვენ აქედან ხვდებით, რომ ეს სიტყვები შემთხვევით არ არის აღებული. ლიკანი შემთხვევით არ არის დარქმეული და რაღაცა სისულელე არის. აქ ორი კომპონენტი არის, ლის პლუს კანი, ლის პლუს დონი, ლის პლუს ბანი, ხო? ეხლა ლი კიდე რა სიტყვა? ლიჰე, ლითანი, ლითანი, ლინი, ლიკანი, ლილასი, ლილასი. ლილასიც არის სიტყვა მაგალითად ლილასი. ლიონი, ლიონიც სიტყვა არის ოღონდ ინგლისური. ლიპარი, ლიჟანი, ლირაე, ლისანი, ლიტარი. ლიტარი მაკავშირებს ლიტურგიასთან, ხო? ლიტარ. აი ლიტარ მაკავშირებს ლიტურგიასთან, მაგრამ მაინც დავტოვოთ ესე ლიტარ. ლიტარ. მერე ლი ფარი, ლიქანი, ლიღანი, ლიყარი, ლიშინი, ლიჩინი, ლიცანი, licani, licani. Lidzili, licili, ličari, lihani, lihari და liჯარი, lihai, lihoe. კაი, მეტი აღარაფერი არ შექმნა ამან, ხო? კარგი, წავიდეთ ახლა პირიქით. ენილი, ვინილი, ზენილი, ზენლი, ვინლი, ჰელი. ჰელზე პირდაპირ ჰელი დაჯდა. ჰედალი. დავწეროთ, ხო? ჰელი. ანუ მასშესადამე ეს სიტყვა ჩასწორდა და ხელი კი არ ქვია ამას. ამას ქვია ჰელი. ავედით. ხო, მივხვდით ხომ რატო ჩასწორდა? ხელს ქვია ჰელი და არა ხელი. ეხლა წავედით. კალი, კანილი. კაც შეგიძლია შეამოკლო თქვათ. კალი. კალი რა არის? კალია? კაი, გავანემოთ თავი ამ კალიას. სიტყვა უნდა შეიქმნას. ნალი, ნარილი, ხო? ნარილი. ასევე შეგვიძლია ნა შევამოკლოთ და მივუმატოთ ლი, არის ნალი. კიდევ წავედით. ოლი, ონილი, პარილი, ჟანილი, რაელი, რაელი. სალი, სანილი, ტარილი, ტარილი, ფარილი, ქანილი. ქანილის რო ნი მოვაშოროთ და გამოდის ქალი, ხო? აი მოდის ქა პლუს ლი. უდრის არ ვიცი რას. ქალს. ეხლა
ღანილი, ღალი, ყარი, ყარილი, ყრილი, ყარილი, შინი, ჩინი, შინილი არის, შილიც არ ვიცი არის, ჩილი, ჩინილი არის, ჩილი გამოდის, ოღონდ ქართული სიტყვა არის ალბათ ქართული სიტყვა. ჩი პლუს ალი უდრის ჩილი. მერე ხალი, ხარ პლუს ალი არის ხალი. ეს ხალი მნიშვნელოვანი სიტყვა არის, მეგობრებო, გესმით? მერე ჯალი, ჯარილი, ჰაელი და ჰოელი. ჰოელი არის სიტყვა, სხვათა შორის ხშირად ხდება ჰო, ე და პლუს ალი. აი, ამ საკითხს ახლა მეგობრებო, არ ვიცი, რატო არის ეს ძალიან რთული გასაგებად, ხო? და ამას მე რო არა გიხსნათ, რატო ვერ იგებს სხვა. გარდა ამისა, ეს ახლა ორი ვარიანტი განვიხილეთ ჩვენ. ორი ვარიანტი არის ჯერ ლიდან დავიწყეთ და მივუმატეთ სხვა ასობგერები და მერე სხვა ასობგერებიდან ლი მივუმატეთ და წარმოიქმნა, ნახეთ რამდენი სიტყვა 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 და ერთი სიტყვა ჩასწორდა 11 და 12 სიტყვა წარმოიქმნა ამ ორი ვარიანტით. ეხლა ჩვენ კიდე სულ სხვა სიტყვების ისენი გვაქვს, ფორმულები გვაქვს, აი ფარი, ხო? ფარი რა არის? ფარი პირდაპირ სიტყვა არის 23 ქართულ ანბანში. 23 ასობგერა არის ფარი. პირდაპირ ერთი სიტყვა წარმოქმნის მხოლოდ ეს ერთ ასობგერას. უпростоოდ ერთი ასობგერა ერთ სიტყვას წარმოქმნის პირდაპირ. აი ხა ჩინ ური, მოდი ვნახოთ აბა სად ჩაჯდება ჩინ ური რა. აქ თქვენ იცით ჰოე, ური, ფონი და ალი არის. ჰოე, ური, ფონი და ალი. აი ამაზე ახლა რომ განვიხილოთ ეს იგივენაირად, პირდაპირ კიდე რამდენი სიტყვა წარმოიქმნება, ღმერთმა იცის და მოდი ვნახოთ რა კარგი, აი თუნდაც აი სური, ხო? სური რა არის? სური არის რაღაც ქმნილება, ხო? თიხისგან გამოძერწილი ქმნილება. გადავიტანოთ იქით, მოდი ახალი ფურცელი ავიღოთ. სანი პლუს ური არის სური. ჩვენ ხედავთ, რომ სური არ შექმნილა რაღაცა უბრალოდ. ის შეიქმნა ორი ასობგერისაგან. სან არის მე-20 ასობგერა და ური კიდე არის 38 ასობგერა. თუ 39-ია? 38. 20 მივუმატოთ 30 რამდენია? 50 ხო არის? აბა დავითვალოთ რა მოგვცა ამ ინფორმაციამ. 20 მე-20 ასობგერა არის სანი ვიცით, ური ვიცით. უკაცრავად 30 რატომ მივუმატე? 38 უნდა მივუმატოთ. 58 გამოდის. 20 ვიცით რაც არის, 38 ვიცით რაც არის, 5 და 8 ვიცი, 58 არა გვაქვს ჩვენ ასობგერებში. 40 ასობგერა გვაქვს მხოლოდ, აი 40 ასობგერა გვაქვს მხოლოდ რა. ამიტომ მოდი ახლა სხვა მიმართულება მოვძებნოთ, აი ამის განხილვის თუ რას გვეუბნება სური. სური გვეუბნება, რომ არის ბანი, მეორე ასობგერა ხო ბანია, აი დავწმუნეთ, ნახე, ბანი არის მეორე ასობგერა. ეს არის ბანი, პლუს ამას 3 და 8. მესამე ასობგერა არის განი, ხო? აჰა, განი დაუწეროთ, განი. პლუს ამას ჰე, მერვე. ჰე მერვე ესე იწერება, მეგობრებო. აი ესე. ჰე და აქ გამოდის ენი. ენი მე-5 არის ენი და მერვე არის ისევ ჰე. ბანი, განი, ჰე. მოდი აბა ეხლა ესენი ვათამაშოთ რა. გან, ბან, ჰე. ჰენი, იმიტომ რომ ენი აქ ემატება, ჰეს ესეც წერენ მარტო,
განბან ჰენი და ჰე. პირდაპირ გეუბნება სური, აი სურის მნიშვნელობა არის განბან ჰენი. განბან კიდე ჩვენ ვიცით რა არის განბანი. განბანილი რა არის? განბანენი რა არის? განბანენი გეუბნება, აი ძველი ქართულით გეუბნება რომ განბანენი. განბანენი, განიბანეო, განიბანეო, განიბანეო გესმის? სური კიდე რა არის? ქმნილება, ქანის ქმნილება, ხო? ქანი, ანუ ქანი იმიტომ რომ თიხისგან შედგება, თიხის ქმნილებას ქანიც ეწოდება, ანუ სური ნიშნავს რომ განბანენი, განბანენი, განბანენი გეუბნება სიტყვა და როგორ გეუბნება სიტყვა შეფარულად გეუბნება სიტყვა შეფარული როგორ უნდა გავიგოთ? აი ესე უნდა გავიგოთ შეფარული. სური სიტყვის შეფარვითი მნიშვნელობა არის მის ჰემატრიაში მოცემული. აი ეს ამათი ჯამი რა არის? 5 და 8-ის ჯამი რა არის? 13, ხო? მოდი აბა ვნახოთ მე-13 ასობგერა რა არის? აი, ლასი უნდა ცნოთ. გეუბნება პირდაპირ რა? სიტყვა გეუბნება, აი ეს კოდი გეუბნება ლაზარეს ენით. და ვისაც არ გაქვთ ის ვიდეო ნანახი 369 ტესლას კოდი ჩემი ვიდეო, გადადით ჩემს YouTube კანალზე Liquid Dogma თამარის ლაივზე და მოძებნეთ უბრალოდ ტესლას კოდი 369 მოკლე ვერსია თამარის ლაივი. ჩაწერეთ, ამოგიგდებთ და ნახეთ უბრალოდ რა რატო გეუბნება და როგორ გეუბნება. კარი ჰე აე იოტას გეუბნება, გესმის? კარი ჰე უნდა იპოვო, აე და იოტა უნდა იპოვო და ვიპოვეთ ეგ იოტაც. და იოტარიანელის კარიც ვიპოვეთ. მოკლედ ძალიან ადვილია გასაგებად რა, აი თქვენ თუ ჩაყვებით და ამას ნებისყოფას სჭირდება, ნებისყოფის გარეშე, სურვილის გარეშე, მონდომების გარეშე ამ ყველაფერს ვერ გაიგებთ მეგობრებო რა. გასაგებია რომ ბევრს გინდოდათ სიდონში შემოსვლა, მაგრამ თქვენ ის არიცით რომ სიდონში იქ მარტო ის კი არ არის რომ დგავართ და ჭორაობთ, ჩვენ მუშაობთ კიდევაც და რაზე ვმუშაობთ? იმაზე ვმუშაობთ, რაც გონების სამუშაოა და არა ფიზიკური. ფიზიკურათაც უნდა გქონდეს იმის საშუალება რომ აი წერო და ხატო, ხელი უნდა გქონდეს უცოტა. ჰელი უნდა გქონდეს და ეს ჰელიოსები ვინც არიან, ხო, თქვენ იცით რომ ფრესკებზე, ეკლესიის ფრესკებზე ყოველთვის არის ეს ხელი ჩამოდის და აი ხელდასმულიო იტყვიან ხოლმე, ჰელდასმული არისო. რა ჰელდასმულია? აი ხა ჩვენ წარმოგვიდგენია ეს ჰელდასმულობა მარტო ხელით და სინამდვილეში ჰელს ქვია ჰემერვეს ენი, გესმის? ჰელი არის ჰემერვეს ენი. თუ შენ ამ ჰემერვეს ენს არ ცნობ, აგერ ჩვენ გეუბნება სური, რო გეუბნება რომ ეს არის განბანილი ჰენი, ხო? მაშინ შენ იმის მნიშვნელობას უნდა იცოდე, რომ რას ნიშნავს ეს ხელდასმა. ესე ხელს დაასვამენ და ილია მეორეს ჩაარტყამენ თავში და ხელდასმული არის ვიღაცა კაკებისგან. ოკეი, იყოს. მაგრამ აი ამისი მნიშვნელობა, ძირეული მნიშვნელობა თუ რას ნიშნავს ხელდასმა. ხო, მაშინ უნდა იცოდე, ეს ანბანი უნდა იცოდე, ყველა შემთხვევაში უნდა იცოდე ეს ანბანი, თორე ხელდასმული რანაირად იქნები თუ შენ ვერ ჩაწვდი. აი ამეების მნიშვნელობას თუ ვერ ჩაწვდი რა, შენ ვერ იქნები ხელდასმული. თუ ილია მეორე ამის მნიშვნელობას წვდება, ამის მნიშვნელობას წვდება, ამის მნიშვნელობას წვდება და ამის მნიშვნელობას წვდება, მაშინ მაგის დედავატირე, მე თუ დგავარ აქ და გიყვებით თქვენ ამ საკითხებს. რატო არ დგას ილია მეორე და რატო არ გიყვება თქვენ მაგ საკითხებს? გამაგებინეთ რა. კარგი, ეხლა არის მიღრძოებული და არ შეუძლია ლაპარაკი დორბლი გადმოსდის იმ პირიდან რა. როცა პირი უმოძრავებ და რატო არ გიყვებოდათ ამ საკითხებს? თუ ხელდასმულია და თუ ჰელდასმულია და თუ ესეთი ძალიან მაგარი ტიპია რომ ლაზარეს ენით საუბარით შეუძლია, ისიც შეუძლია გაიგოს ქოროსის თვალი რა არის, როაზის იმ თამარის ჯვარს, ეს თამარის ჯვარი არის სხვათა შორის, აი ეს თამარის ჯვარი არის. გამაგებინეთ, რატომ არ გიყვება ამებს და მე რატომ უნდა ვიდგი აქ ჩემს ოთახში და რატომ უნდა გიყვებოდეთ ამ ყველაფერს რა? რატომ მე უნდა ვმართავდე ამ სიტყვებს? მაგალითად როგორიც არის ხელი კი არა ჰელი თურმე ოთაღია და არა ოთახი. იმიტომ რომ ოთახს გეუბნება, აგერ გეუბნება პირდაპირ. აქ არის ოთაღი. გესმის? აქაც ოთაღია. თაღია ეს. და ოთაღი არის პირდაპირ 7-7.
ოთაღი და ეს ოთაღი არის ზენის ოთაღი. გესმით? მაგრამ ამებს მე რატო უნდა გიყვებოდეთ, გამაგებინეთ რა. მითხარით, აი მე რომ მე ხომ მომდექით და გამლანძღეთ, რომ რატო ლანძღავ ილიას. რატომ ლანძღავ ილიას მაგის დედამა ვატირე, რომ იმიტომ რომ როგორც თავისი საქმე არის, როცა ხელდასმული ადამიანი გქვია შენ და ხელდასმული ხარ, ხო? ისემ შენ რა გითხარი რომ ხელდასმული ხარ, შენ ხელდასხმული ხარ. ხელდასხმული ხარ იმ ხალხის მიერ, ვინც აზრზე არ არის ამანბანის საერთოდ რა, კგბ-ს მიერ. და ისიც ალბათ საერთოდ გაგნებაში არ ახარ ილია მეორე, რას ნიშნავს ჰელი, ოსი. და კარგი ხელი დაგასვეს და დაგსვეს. გამაგებინეთ ქართველ მოქალაქეებს. როდესაც ილია მეორე ამბობს, რომ ჯერ ჩემი ხალხი ამისთვის მზად არ არის, ვერ გაიგებს. ეხლა მე გეკითხებით თქვენ, ხართ თუ არ ხართ მზად ამ ცნობიერებისთვის რომ გაიგოთ. მე თუ გიხსნით და მე თუ ვშრომობ და მართლა ვიხარჯები რა. და თქვენ თუ გესმით ეს საკითხი, მაშინ მითხარით, რატომ ილია მეორემ არ განახორციელა ეს საკითხი, რატომ იმან არ იღვაცა და რატომ იმან არ განი იმას უფრო მეტი ძალა არ ქონდა, მეტი შესაძლებლობები არ ქონდა, რომ მოეწოდინა ეს თქვენთვის. დაექირავებინა რაღაც ტელევიზია, თავისი ტელევიზია შეექმნა, ელაპარაკა ამ საკითხებზე, დაესვა ის ხალხი, მეცნიერები არიან თუ თეოლოგები არიან თუ ვინც არიან, სასულიერო პირები არიან. დაესვა ის ხალხი და მოეწოდებინა თქვენთვის ეს ინფორმაცია. მე უნდა მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია? ვინც ამ ინფორმაციას თქვენ გაწოდებთ, მაშინ ის ყოფილა ხელდასხმული და დასმული და არა ის, ვინც ხელდასხმულია. ის იყოს ხელდასმული. მე ვარ ხელდასმული. იმიტომ რომ თვითონ ჰელიოსის მდგომარეობა არის ჰელი. ელის მაგას ნიშნავს, რომ ელი ლამას საბაქთანი თვითონ ჰელზე არის საუბარი აქ და ჰე მერვე ისე გამოითქმება როგორც არა ვითომ გითქვას ჰ, არამედ შეგიძლია ასევე თქვა ჰელი. უბრალოდ გაგრძელებულად როგორც სვანები ამბობენ, ჰამენს ამბობენ სვანები. ოღონდ არა გამოკვეთილ ჰს ამბობენ, არამედ ჰს ამბობენ გულში, აი ფილტვებში ამბობენ ჰს. ასევე ხს ამბობენ ყელში, რომელიც ასევე ხარი არის და ხარება რომ მაგ ხუთი იწერება. და პირდაპირ მნიშვნელობით ეს ასობგერები, რომელიც არის ჰელ, ასევე ხ გივარჯიშებს გულის დიაფრაგმას. ანუ პირდაპირ გულის ჩაკრას გივარჯიშებს, იგივე იოტას გივარჯიშებს. ეს არის გულში ზის ეს იოტა. იმიტომ დაესვა მაგას მაგ თევზს გულზე. აი ამ დიაფრაგმას უი, ნახეთ ვინ მოვიდა. მართვე. ხედავთ? ტრედიც მოგვივიდა. ხედავთ ტრედს? ორი თანაც. მაღლაც არის. ორი მტრედი მოფრინდა. ესეთი რამე არ მომხდარა მეგობრებო, ეხლა. ვაუ. ეს ჩემთვის იყო ნიშანი. მადლობელი ვარ, ღმერთო, მადლობა რომ აი ეს იყო სამადლობელი ღმერთის მიერ ჩემს მიმართ რა, რომ ამით მანუგეშა ეხლა ღმერთმა მე. არაო, იმიტომ რომ არის ისო ილიამო და არც გაეგება საერთოდ რამეო რა. საწყალი კაცია ერთი საწყალი კაცი, რომელიც გამოიყენეს მარიონეტათო და არა უშავს მივუტევოთ, მაგის დედავატირე, ჩვენ ხო არა ვართ ქაჯები არა, ჩვენ ვართ ადამიანები, მივუტევოთ, ქრისტიანები ვართ, მივუტევე ქრისტიანულად ილიას. მიუხედავად იმისა, რომ 48 წელიწადი გვატყუა, რომ ვითომ ხელდასმული ადამიანია, მაგრამ თურმე არ ყოფილა ხელდასმული. ამიტომ მეგობრებო რა, აი ამაზე ადვილი როცა გაკეთდება უკვე, როცა ურემი გადატრიალდება ხოლმე გზამერე გამოჩნდებაო რა, ესე არის ნათქვამი და როდესაც ამას შექმნი, მერე გეჩვენება, უი რა ადვილი ყოფილა გესმის და სანამ ამას შექმნიდი, ანუ სადღაც რაღაცა ფარდაში ხო უნდა გაიხედო, რაღაცა სინათლემ უნდა გაჭრას და გაწიოს ფარდა და დაგანახოს ეს საკითხები. ეს საკითხები რო არ დამენახა მე, რა
რაზე მექნებოდა საუბარი, რა ლაზარეზე მექნებოდა საუბარი, რა ქართულ ანბანზე, რა 40 ობგერაზე, ვერაფერს ვერ გავიგებდი საერთოდ ამ ცხოვრებაში და ვიქნებოდი ესე, დილით დავდგებოდი, წავიდოდი სამსახურში, იმიტომ რომ აზრზე არ ვიქნებოდი, როგორ მუშაობს, როგორ არის სამყარო მოწყობილი, ვერ გავიგებდი საერთოდ. და თუ არ იცი სამყარო როგორ არის მოწყობილი, მაშინ შენ ხდები ავტომატურად ხდები ვიღაცის მონა. იმიტომ რომ ვიღაცას უნდა დაექვემდებარო, რადგან შენ ამ სიბნელეში ცხოვრობ, სიბნელემ რომ არ გადაგყლაპოს, ხო? სინათლე უნდა იყო. და თუ შენ არ შეგიძლია სინათლის წარმოშობა სად ხდება? აი აქ ხდება, მეგობრებო. აი ამ აზროვნებაში ხდება სინათლის წარმოშობა და არა მხოლოდ მონობაში. მონობა არის ერთ-ერთი საკითხი, რომელიც იალდაბაოც სჭირდება თავისი ენერგიის გასაძლიერებლად, იმიტომ რომ მას სინათლე არ აქვს. და მე გეუბნებით, რომ ჩვენ უნდა გამოვიმუშაოთ იმხელა სინათლე, აი ამ აზროვნებით, აზროვნება, გესმით? ოვნებაზეა საკითხი. ოვნება არის ზუსტად აი ეს ვნება არის რა. აი ეს ვნება არის ამ კარში ყოფნის ვნება. ონი არის მზე და მზის ვნება არის ის, რომ შენ გინდა რომ სულ სინათლეში იყო. აზროვნებაში იყო და თუ აზროვნებაში ხარ, ესე იგი სინათლეში ხარ, ხო? თუ ონი მზეა, ესე იგი სინათლეში ხარ სულ. და თუ სულ სინათლეში ხარ, შენ იმხელა ინფორმაციებს გასცემ, სინათლეს გასცემ, თავად ხარ სინათლე. და თუ თავად სინათლე არ ხარ, მაშინ შენ ჭირდება აუცილებლად ვიღაცისგან მიიღო სინათლე. ან გადაიქცევი ისევ იოთ. ისა იუდად, იუდ და იუ თვითონ იუ დაცემული ანგელოზი, რომელიც იუდასში წაისახა, ხო? არსებობს, ესე იგი, იო და ოი, ხო? იო და ოი. ესენი არიან საპირისპიროები. იო არის ღმერთი, ოი არის კიდე სინათლის საპირისპირო, ესე იგი სიბნელე. აქედან გამომდინარე, პირდაპირ გეუბნება ქართული ანბანი, რომ შენ თუ გინდა რომ იოტისოდენა გონება მაინც რო გქონდესო, ქართული ანბანი კი არა, ქრისტე გეუბნება მაგას, იოტისოდენა გონი რო გქონდესო, ხო? შენ იმას კი არ გეუბნება, რომ პატარა გონი გქონდესო. შენ გეუბნება იოტისოდენა გონი გქონდესო. იოტისოდენა კიდე რა ვთქვით სად არისო? აი ამაში არისო. იოტისოდენა. იოტისოდენა გონი არის უნში. ის არის კარი. იოტელის კარი. აი ეხლა აქ მეგობრებო რა, ეს დედ უფალი უნდა ამოტრიალდეს და ამ მიმართულებით უნდა დაჯდეს. აი აქ როგორც წერია. აი ამ მიმართულებით უნდა დაჯდეს რა. ესე უნდა დაჯდეს. და არა ესე. ესე არა. ესე უნდა დაჯდეს. იმიტომ რომ ჩვენ გამსვლელი კარი ზემოთ უნდა გავიდეთ და არა ქვემოთ. ეს ქვემოთ გამსვლელი კარია, ქვესკნელისკენ, ქუესკნელისკენ, გესმის? და ეს არის ზესკნელისკენ გამსვლელი კარი. ორივე ზესკნელისკენ გამსვლელი კარია. ანუ გავიგეთ ხო, ზესკნელი და ქვესკნელი როგორ გავიგეთ, როგორ არის, ხო? სიდონი მხედრული თუ არ მოიქცა ქვემოთ, მაშინ ის ვერ წავა საპირისპიროდ, დინების საპირისპიროდ ვერ წავა. ამიტომ სიდონი დინების მიმართულებით მიდის და მხედრული სიდონი მიდის დინების საპირისპიროდ. აი სიდონიც და სინოდიც, ხო, ძალიან საინტერესოა. აი დონი უკუღმა რო წავიკითხოთ არის ინოდ. ეს სი მოვაშოროთ რა, ეს სი არის შენ, მაგრამ აი დავწეროთ უბრალოდ, აგერ მიწერია უკვე. დონი წავიკითხეთ და ინოდ.
ანუ დონი არის, ესე იგი, ჩვენ დაგვერქვა აქ C დონი და C ნოდი დაერქვა იმას, რა ქვია. მოდი ესე დავწეროთ. და C დონი და C ნოდი. აი, წაღმაუკლმა კითხვა არის რა. კი ბატონო, ანუ C ნოდიც საჭიროა და C დონიც საჭიროა. თუ აქამდე თავდაყირა იდგა ყველაფერი, ახლა დაიწყო ტრიალი. ტრიალი დაიწყო, აი, ეს დაიწყო, ნახეთ. ტრიალი დაიწყო. 3 3 და ალი. ალი არის ცეცხლი ამავალი სული ამავალი ცეცხლზე და სულიო. ამავალი ცეცხლი მოიცედი როგორ წერია? ისევ და ისევ ერთი და იგივეში ტრიალებ, იმიტომ რომ ტრიალებ რა. აი ნახეთ რა, ეს არის 24 თებერვალს, ესე იგი 2014 წელს 13 საათსა და 33 წუთზე დაწერილი ლექსი. ლექსი, მეგობრებო რა, ლექსის ვინაწვდის სული წმინდა. ენაში დამარხული არ ჭეშმარიტება, ნებისა ყოფლობითა უფლისა, ვეძიებდეთ სიბრძნეს მასში. ნების ყოფითა ყოველისადმი მოვიპოვებდეთ სიმშვიდეს. სული ჩვენი სიმდაბლით განისვენებს სიმშვიდეში. შვიდი ესე მცნებაი, სიმშვიდე არს დიდება უფალს, ული ესე უფალი, მარადიული, მარად უფალი. ქართ ესე არს ქართველთ ხართ, ქართული. ქართველი, ქართველთ ხართ უფალი. უფალი არს ალი უფლებისა, ალი არს ამავალი ცეცხლსა ზედა სული. ცეცხლი არს სითბო, ანუ ცოცხალი, ცხოველი, ცხონებული ალი, ცხონებული ველი. მე გძელდება რომ ფხიზელი არის სული, იმიტომ რომ ზელე გერმანულ ენაში არის სული, ფხიზელი. ვეფხის ტყაოსანზეც მაქვს საუბარი, მეგობრებო, რომ როცა ვეფხის ტყაოსანი არის ვეფხის ტყაოსანი და არა ვეფხვის ტყაოსანი, იქაც ფხაურევია და იქაც ვეურევია, გესმით და აი როგორ გითხრათ რა, ვისაც არ აქვს ჯერ გახსნილი ეს საკითხები არის მისთვის როგორი უაზრობა, იცით? და ვისაც გახსნილი აქვს, იცი რამ ხელა სინათლე შემოდის მასში და რამ ხელა ენერგიები შემოდის მასში. ხო და მე ვფიქრობ, რომ ყველამ თავისთვის უნდა იპოვოს სინათლე. მე უბრალოდ ვდგავარ და ვცდილობ, რომ თქვენ აგიხსნათ რა არის ეს. და ვინც იჭერს და იგებს, მასში უკვე გარკვეული დოზით სინათლეა შესული და არის სინათლის მიმღები. მაგრამ ვინც დგას და ვერაფერს ვერ იგებს და თანაც განმიკითხავს და თანაც შემზე ჭორაობს და ამცინის, არ ვიცი, აი ძალიან დაბალ დონეზეა და ძალიან სიბნელეშია, მაშინ იმას ვერც მეუშველი, ვერც მამაზეციერი, ვერც დედაზეციერი და ვერც მათი ძე. ახლა წავედი მე მეგობრებო და დავიღალე ამ ლაპარაკით. იმედია მომცემს ღმერთი იმის ძალას, რომ აგიხსნათ ძირეულად და მარტო მე კი არ გიხსნათ, მე თქვენც მიხსნიდეთ რაღაცეებს რა. ეხლა წარმოიდგინე, რომ მარტო მე ვდგავარ და გიხსნით და მარტო მე ვლაპარაკობ, ეს ხო, ანუ ჩემთვის არ არის სასიხარულო და სასიკეთო. ჩემთვის ის არის სასიკეთო, თქვენც რომ სინათლეები იქნებით და თქვენც რომ მომაწვით. მაგალითად, მარტო მე ხო არ ვიქნები მკვლევარი, გზამკვლევი, ხო? თქვენც ხომ შეგიძლიათ იყოთ გზამკვლევნი. დასრულდა ის დრო, როცა მარტო მეზეა საუბარი და მე ვარ და აქ არის მხოლოდ ერთი უწმინდესი და უნეტარესი. აღარ არის ეგრე რა, ყველანი უწმინდესები და უნეტარესები უნდა ვიყოთ აწი. ყველანი ქრისტეები უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ უწმინდესი და უნეტარესი ქრისტეს ტიტულია და თუ მარტო ერთი კაცი დაგვიშვეს ქრისტედ, აგერ გეუბნებით რომ ნებისმიერ თქვენგანი ხართ ქრისტე, იმიტომ რომ ქრისტემ გვითხრა ეს რომ თქვენ ჩემნაირი გახდებით. ვინც მოინდომებთ ხართ ქრისტე და უწმინდესი და უნეტარესები, გესმით?
ყველანი ხართ უწმინდესები და უნეტარესები. ყველანი ღმერთის ქმნილება ხართ და არ ამგონია, რომ თქვენ ილიაზე ნაკლები გეკეთებინოთ რამე რა. წავედი ხა გაგოცით.